შესაძლო კორუფციული სქემის დეტალებზე საუბრობს თბილისის მერი დავით ნარმანია. საქმე ეხება მერიასა და ლიბერტი ბანკს შორის 2010 წლის 26 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნარმანიას თქმით დედაქალაქის ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა. თემას პირდაპირ ეთერში ვასილ დაბრუნდაშვილი განაგრძობს. ვასილ, უფრო კონკრეტულად რომ გაგვაცნო იმ სქემის დეტალები, რომელზეც ისაუბრა დღეს დავით ნარმანია. საუბარი არის დაახლოებით 11 მილიონ ლარზე, რომელიც სავარაუდოდ კორუფციული სქემით დაკარგა თბილისის ბიუჯეტმა. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა დავით ნარმანიამ. ნარმანია აცხადებს, რომ 2010 წლის 26 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის მთავრობასა და ასევე ლიბერტი ბანკს შორის და ამ ხელშეკრულებით სწორედ ეს თანხა იზარალა თბილისის ბიუჯეტმა. როგორც თბილისის მერმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართული იყო მერის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მერის მოადგილე დავით ალავიძე და სწორედ დავით ალავიძის ხელმოწერა ფიქსირდება ამ დოკუმენტზე. საუბარი არის ბანკების ანგარიშზე დარიცხული თანხის პროცენტების შემცირებაზე. სარგებელს ერიცხებოდა წლიური 16.5% ოდენობით ლარში, 11% დოლარში, ხოლო 8% ევროში არსებულ თანხებზე. 2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვითაც საპროცენტო განაკვეთების დარიცხვა შემცირდა. თბილისის მერია საპროცენტო შემოსავლების სახით 2013 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის აგვისტომდე დაახლოებით 10.500.000 ლარი დააკლდა. თბილისის მერი ვარაუდობს, რომ ეს არის სერიოზული კორუფციული სქემა, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, როგორც მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დოკუმენტაცია დღესვე გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. ჩვენ შევეცდებით ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ დავით ალავიძეს, გიგი უგულავას ყოფილ მოადგილეს და სავარაუდოდ მის კომენტარს ჩვენ შემდგომ გამოშვებებში შევმგთავაზებთ. დიდი მადლობა ვასილ. შესაძლო კორუფციული სქემის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ვასილ დაბრუნდაშვილი საუბრობდა და ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას.